მოგიყვებით დღეს ზოოპარკზე. ჩვენ დიდი ხანია აყვართ და ძალიან ლამაზია როლ ცოტათი მოვედით პოლიკანებთან, ხო ახლა? აბა სწრაფად ჩამომითვალე, რა ვნახეთ აქ? ჩვენ ვნახეთ ბევრი ესეთი ცხოველები, თეთრი დათვი, ესენი, ნიანგები, ჟირაფები, ზებრები, ლომები, პანდები, კოალები და ესეთი ბევრი ცხოველი. წამოდით გავიდეთ. და ნახეთ კიდევ მარტორქა. მარტორქები. წამოდით. ეხლა ჩვენ მივდივართ გასასვლელისკენ, ხო? შენ იცი გზა? ხო. არ არის ხო ძნელი გასაგნები? არა, სამ წუთში უკაიტაკე. აი, რომელი იჯდა? აი, ტოტზერების წერო, კონტენტანიერო წერო. აი, ეს ნაცრისფერი რო იწმინოს, ეს აიჯდა. მოდით გავიდეთ, რომ არ დავაგვირდეთ. ძალიან საინტერესო იყო. ლამაზი, მშვენიერი, დიდი რაც მთავარი. მთავარია, მე მგონი ეს ევროპაში ერთადერთი ძველი, ყველაზე ძველად ითვლება. მარია ტერეზიას დროინდელია. ჩვენ დღეს ვიყავით სასახლეში და ეგ უკვე მოვყავით და ეტლების მუზეუმში ვიყავით. დავაგვირდინეთ დღევანდელი ჩვენ. შენ ურჩევ ხო შენ თანატოლ ბავშვებს ეტლების მუზეუმს და შომრონის სასახლეს? კი. დღეს ჩვენ ბოლო დღევენაში და ძალიან აქ ძალიან ბევრი ის არის ცხოველი ფრინველი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვერ მოვაკეთეთ, იმიტომ რომ 2 საათით ადრე მოვეძიცა. 2 საათი საკმარისი არ არის, ხო? რას ურჩევ შენ თანატოლებს? რამდენი საათი ჯობია რომ ამ ზოოპარკში გაატარონ? 4-5 რადგან ან 3. იმიტომ რომ აქ შეიძლება დაისვენონ, დაჯდნენ, შეჭამონ, ძალიან ბევრი კაფე არის. და გემრიელი? საჭმელები. შენ ჩვენ რა ვჭამეთ? ჩვენ ვჭამეთ ლოგა. ლანგოში. ლაგოში. რა არის ეს? ეგ არის პური ნივრი და გემრიელესი იმითი. ძალიან ისინი ის კალორიები ძალიან არა. გემრიელი იყო ძალიან. ესენი ვინ არიან? ესენი არიან თხის ისინი. თხის ანუ აზიური თხებია. თხებიან. ძალიან ჭკვიანები არიან, როდესაც დახმარებას ჭირდებათ. ანუ ეგრევე შველიან რა. ერთმანეთს ეხმარებიან? ხო. მეგობრებიან.